გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# და დღეს გადავიღებ ვიდეოს თუ როგორ გავმართოთ ჩვენი გარემო wipe coding-ისთვის, ეგრეთ წოდებული რა. იდეაში რასაც ჩემი ვიდეოებში ხედავთ, მაგ გარემოზე მაქვს საუბარი რა. ეს არის Subta Sandbox-ის გარემო Windows 11-ის და ახლა გეტყვით და გაჩვენებთ როგორ გავმართოთ და დავაყენოთ საჭირო ინსტრუმენტები. პირველ რიგში დავუჭირდება Visual Studio Code, არა Visual Studio, ეგ სხვა ედიტორი არის. გადმოვწეროთ Windows-ისთვის, ანუ ვისაც სხვა ოპერაციული სისტემა გაქვთ მაგისთვის და ასევე დავუჭირდება GitHub-ის აკაუნტი. ვისაც გაქვთ უბრალოდ დალოგინდით GitHub-ზე, ვისაც არ გაქვთ დააჭირეთ sign-ups და შეგიძლიათ Google-ის აკაუნტითაც შეხვიდეთ. მე მაქვს აკაუნტი და მაგით შევალ. ეგ არის GitHub-ზე დავლოგინდი, ესეც გადმოიწერა ამასობაში, გავუშვათ საინსტალაციო. არაფერი დიდი არ უნდა, უბრალოდ ამას ჩეკავ ხოლმე, რომ დესკტოპზე დააგდოს აიკონი და საკმაოდ მალე ინსტალირდება ხოლმე, რაღაც 30 წამში ალბათ. დაინსტალირდა Visual Studio Code, შეგვიძლია გავუშვათ პირდაპირ. აქ კოპილოტი რატომღაც დაყენებულია უკვე. მაგრამ იდეაში აქ extension-ებში უნდა გადახვიდეთ და GitHub Copilot-ს ჩაწერთ. GitHub Copilot chat და ამას დავაინსტალირებთ. всё. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს chat-ი და აი აქ sign out, ანუ ეხლა გვეუბნება რომ არა ვარ დალოგინებული. და უბრალოდ აქ დავაჭერთ sign-ins და GitHub-ით დავლოგინდებით და დავაჭერთ continuous, რომელი აკაუნტითაც უკვე GitHub-ზე დალოგინებული ვართ. თუ არა ვართ დალოგინებული, გვეწყობს რომ ჯერ დავლოგინდეთ და მერე ავტომატურად მიაბამს ჩვენი GitHub-ის აკაუნტს Visual Studio-ში დაინსტალირებულ GitHub Copilot-ს. всё. ამის შემდეგ უკვე Visual Studio-ში გვაქვს ჩვენ GitHub-ის Copilot-ი, რომელიც შეგვიძლია უკვე გამოვიყენოთ. Agent mode-ში რო გადავრთავთ, აი აქ უნდა გამოჩნდეს უკვე მოდელები, თუ რა მოდელები არის ხელმისაწვდომი ჩვენი, ანუ უფასო აკაუნტისთვის. კაი, მოდი ახლა აქ რამე folder შევქმნი, რომ დავrწმუნდეთ, რომ მუშაობს ნამდვილად. მე გავხსნი Visual Studio-ს. და ვირჩევ ახლა my project. აი agent mode-ში გამოგვიჩნდა ახლა ჩვენ მოდელები, რომელიც უფასო არის და შედის ჩვენს ამ უფასო აკაუნტში. მე ხა ვურჩევ GPT-5 mini-ს, რომელიც ახლა ხანს გამოვიდა, რაღაც 1-2 კვირის გამოსული იქნება ალბათ და ვიტყვი რომ აგვიწყოს პატარა X-0-ის პროექტი და ნახოთ აბა თუ მუშაობს. უბრალოდ HTML, CSS და JavaScript-ზე ავაწყობინებ ახლა X-0-ს. მოდელებს რაც შეეხება ახლა კოდის საწერად საუკეთესო მოდელები ესენი ნამდვილად არ არის, რაც უფასო აკაუნტში შედის. მაგრამ მოკლედ აქ pricing-ი შეგვიძლია ვნახოთ GitHub-ის barem. $40 ღირს თუ არ ვწდები პრემიუმ თუ რაღაც პაკეტი $39, სადაც უკვე შედის კლოდის მოდელები, კლოდ 4, კლოდ სონეტი 4 და ოპუსი 4 და 4.1 და რომლებიც უკვე
ძალიან მაგარი მოდელებია რა კოდის საწერად და იდეაში ძვირიც არ არის. $40 თუ გააჩნია ხა საჭიროება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ძალიან ხშირად და ბევრი გინდა რომ აკეთო, ბევრი პროექტები და ხარისხიანი შედეგი მიიღო, მაშინ ხო ანუ ამაში მოკლედ კარგი მოდელები თუ გინდათ Cloud-ის გადაერთეთ $40 და გექნებათ გამოგიჩნდებათ Visual Studio-ში. კაი, ამან დაასრულა ამ საკაკეთება. მოკლედ, როცა რაღაცას აწყობინებთ ან საიტს ან რაღაცას, მე შეგიძლია უთხრა რომ შენ თვითონ გაუშვი რა ეგ, იმიტომ რომ შეიძლება თუ რაღაც კომპლექსურ საიტს აწყობიებ, ხო, შეიძლება არ იცოდე ხო ზუსტად კომანდი რა უნდა გაუშვა, რომ ეგ ჩართო მე ეგ საიტი და შეგიძლია უთხრა რომ now run it. და თვითონ რასაც გააკეთებს, მე მაგას თვითონვე გაუშვებს რა. იმიტომ რომ თუ თქვათ React-ის აპლიკაცია გააკეთა, მაშინ Node-ის დაინსტალირება დაჭირდება, ხო? ანუ მაგასაც თვითონ გააკეთებს მე მაგ პროცესში, რომ ეტყვი რომ გაუშვი აპლიკაცია, მე მიხვდება რომ უი Node-ი არ არის თურმე დაინსტალირებული. და მე Node-ს დაინსტალირებს, მე გაუშვებს აპლიკაცია. ან თუ თქვათ Python-ზე აწყო რაღაცა აპლიკაცია. Python-ი არ არის დაყენებული, ხო? ანუ ჯერ Python-ს დააყენებს, მე რაღაც პაი რაღაცა კომანდს გაუშვებს და მაგით დაინსტალირებს ყველა საჭირო tools რა პროცესში. შენ რო არ იწვალო, თვითონვე იზამს. კაი, ჩავართო ხა ამან. აი ეგეთი x კი 0 კი აგვიწყო. x1 კი ბატონო. და ასევე versus computers დაამატა. ხო თავა უნდა მოუგოთ. მოგვიგო. ოკეი. ისეთი მაგარი x0 ავაწყოთ რომ მოგვიგო. მოკლედ ეს იყო რისი ჩვენებაც მინდოდა დღეისთვის. ხო დაიმატეთ Discord-ის channel-ში, ამ ვიდეოს აღწერაში დავდებ links. არხის აღწერაშიც არის ლინკი და შემოდით და თუ რამე გაინტერესებთ იქ გავარჩიოთ ხოლმე ერთენები რა. კარგად.